მოგესალმებით მეგობრებო. დადგა ჟამი. ბატონმა ქიშო მოიცალა. ქიშო ართინიკაშვილია, პაპაჩემი. პაპაი და არა ბაბუა. ქიშო, ბაბუასო, რატო ეძახ? კარგი არა. დაანამწყის ბაბუას უნდა მიზახო. აკაი გეუნი, რა თიმ პაპა. აკეთა, გორელები ხო და როგორც იქნა მოიცალა, მიატოვა, ვენახი, მიატოვა. საწყავს ათესი მამულები და ჩამოვიდა დღეს ბატონი ქიშო. გამარჯობა ქიშო. მადლობა რომ გვესტუმრეთ. მადლობა თქვენო დაპატიჟეთ. ქიშო, რა ჩათვალე რომ მთელი საქართველო გისმეს, რაც აქამდე ბაბუას მაინც ნუ გააწ პაპას ბოდიში. ნუ გააწყვეტენ მილოცვა უნდა და გილოცავთ ახალ წერს ბრავაზაესწანი ჯამთელად სიხარულში და ერთმანეთი გიყვარდეთ პატივისცეთ და სიყვარული და ბედნიერება არ მოგაკლოთ ღმერთმა. მადლობა რუსეთში რო არის მიჩეული იქა. როგორც ჩადიოდა ხოლმე. პამპანერკა ეს ქალაქურა და გეგონა მოკლეკაბიანი გოგოები დაგხვდებოდი. ვერა გორში ჩამობზადით და გაშლილება ყოველთვის ყველაფერი. არ მოყავს სუვეუნები რომ წამიყვანებთ. სუვეუნები რომ გორში დოდის ჩამიყვანეთ. პროვოკაცია იქნება და ფრთხილად იყავი რა მას. იყვეს პროვოკაციები ავიტან. ხო და არაო ეს ჩაგიყვანთო და რა ვიცი რატო აკეთებს ამას არ ვიცი ერთხელ ძმაკაცებს რო გითხრას რო ჩემთან. მობზადით როდესაც იგრებათ. ესენი არიან ქიშო კოლბაში გაზრდილები გაიგე. სულ ეს არა კიდე რა ეს იქაური აი ეს არის კოლბა. მეუბნები წამო ბიჭო კარალეში ცხოვრება განახოთ რა არის იქა. ზაფხულში თანკაც მივეხმარებით. კაცი გახსოვს ეგეთი რაღაც შენ თუ? არა, მაგრამ ბოშურში ხო ვიყავით რა გინდა. შასულებს ხო აგანო ვაფშე. არა, შენ სახლშიც ვიყავით მისულები. დავათვალიერეთ, იმიტომ ის მუზეუმი არის ის სახლი, გახსნილი არის კედლები და ავარიულ სახლად იცვლება და ის არის და. ქიშო, ყველა საინტერესებდა ის ისტორია, მე მოვიგოენ თუ არა. რო იძახდი რომ ომის დროსაც რუსებიო თვითმფრინავით დამაჯდნენ და ქლევი მომპარესო. აი რუსები მართლა მოვიდნენ ომის დროს, ესე იგი ფეხით ავედი გორიდან კარალეთში. რატო ახედი? იმიტომ ჩემი მოყვარე იყო იქა და უნდა მენახა, წავუდგე. არა. მიზეზი რა იყო რატო ახედი? რა გიფუჭდებოდა? რას გაგიფუჭებდნენ? ახლა ხო უნდა მიმეხედა იქაობას, ხო რატო? ამიტომ გამიფუჭებენ. ავედი აუტანე პაპიროსიც ისიც და მოვიდნენ მე რუსები მოვიდნენ მე ჩემთან იმაში სახში. ავტომატებით. იმიტომ რომ დაინახეს ისა ბიჭებმა იქ მოგროვილი იყვნენ და სოფლის ბიჭები. გამოიქცენ რომ დაინახეს იცოდნენ რომ მე იქ ვიყავი, ეს ოსკარებში შემოვარდნენ და გაიქცნენ ეგრე. მე ვეუბნები რას გარბიხოთ, რა მოხდა და მე რუსებიც მომადგნენ. მითხრეს რომ ვინ იყვნენ ეგენიო და რავი აქაურები არიან მეთქი გაიქცნენ. რად გაიქცნენ? აბარავი რად გაიქცნენ მეთქით. მობძაით მე ვუთხარი. ზახაჯიჭი პაჟალუსა, ზახაჯიჭი მე ვუთხარი. შემოვიდნენ ორი იყვნენ და მესამე კიდე მანქანა შეიძა. Вот куешь მე მითხრეს. Конечно есть. И видео есть тоже. Давай გამოიტანე. ხო, გამოიტანე უკვე პატარა მაგიდა მაგ რაღაცები ქონდა ახლა გოდერნაცი კაცრა. დიდი არაფერი, მაგრამ უბრალოდ პური იყო, ყველი იყო, წნილი იყო და ხალხი იყო და ეგეთი რაღაცა და დაუდე პავიდორი იყო ხო რა. და სначала ტიპეიო მე მითხრე. Пожалуйста, მეთქი და ვისკი და გადავკარი. არა უცნაური ქიშო რამე ჩაგისხა. არა. Года. Года гатести, мере уна чаесха. Вот тоже будешь. Мне утхари сначала дадабило мეთქი. Раз вино выпили, а то даже რომ вино пить მეთქი მე утхари. და გავლაგზე ვინი დალოა. მე утхари ხელ დასაბლელი არის. ვიპიმ за родину, ვიპიმ за Сталину, ვიპიმ ის ნოვო ნალიო მეთქი. ვა ეს სუგაგიჟდე вообще. ოხ ты ბაცია და წავიდნენ ესენი. ერთი დარჩა იქა და ეს შოფერი და ისა წავიდნენ და იქითა იყო მეზობლისაი ცხარი დამბული. ის ცხარი შეაგდეს მანქანას. იქ მოპირვატიდები მიტოვებული იყო სახლი. იქაც გატეხეს და ღვინო წამოიღეს 20 ლიტრიანი. მე ვუთხარი დინა დაბარევაც. რასანი ასტავილი ისა არ უნდა თო რახან ესე იგი არ მიატოვესო სახლი კარიო. არ უნდა და ჩვენ წავიღებთ მაშინა. მოვიდნენ და არაყის გავატარე, ღვინოს გავატარე და გადამკუთხედ და წავიდნენ. რა ვიღაც ჩემთვის ზიანი არ მოუყენებიათ, როგორ რა თქვა ზიანი. ვიჯო, თელ ქვეყანას მოგვაყენეს ზიანი. გასაგებია ვიცი, მაგრამ აი რა მექნა ეხლა იმ დროს არ მე თქვა. იმ დროს ვერაფერს ვერ ედამ. რას ვეთქვი? ვერაფერს. ავტომატი კიდია ის კიდია და ჩაგესხა რამე, 200 ლიტრიაში რა ჩაგეს. 200 ლიტრიანი არ გამიტანებია კაცო, ის რაც გამოვიდანე, ის ხო დავლიეთ, მაგრამ მე მითხრეს რომ ვისაო. შემოვყვა მე ეგრე კი არა, როასხამდე, შიგად შემოვყვა ბადალში.
წაიღეს პირი. დეგენერატები არ არიან რა. როგორ გეგადე. ეგ და როდის ხდება დაახლოებით? ომის დროს. 2008-ში. ხო. 2008-ში. 8-ში, მაგრამ ეს არის სადღაც 10-ში, აი 10 რიცხვში. რო ცოტა ხანი რო ბიწყნარდა ის ესე იგი ფექით ავედი გორიდან კარელეთში. ამიდორი გამიფუძნა. ისინი кейპს ერენ გადასულები უკვე დაწყნარებულია სიტუაცია. დაწყნარებულია და პოსტებია. გორიდან კარელეთამდე 5 პოსტი მაინც იყო, ფეხით გავიარე. მე ვიპოვე ვიდეო, მე რომ აქ პოსტებთან ვარ, რო გავდივართ. ბიჭო, ვაფშე აღარც მახსოვდა. პროსტა პოსტები აქ და მივდივართ რა, მაშინ ხარ რას წარმოვიდგენ. პროსტა რუსებით განან, აი ავტობანზე, სადაც ქიშო ოცნებობდა ხოლმე რა, ქიშო იძგა ქიშო სამსახური იყო ხოლმე იქა რა, კარელეთის ტეკი იყო ხოლმე. მე მახსოვს მაგ პერიოდში ეგ ომის პერიოდი იყო საჩხერეში მივდიოდით და მანდაც ეგ გავიარეთ რა გაგვეჩერეს რუსებმა და ავტომატია მახალხო ბიჭო მან ხო ბაზა იყო ის არა ქვია ჩემი ძმა იყო მაგ დროს ომი რო დაიწყო საჩხერეში და მან ხო ბაზაა ჩვენი და მაგ ძალიან რაღაც ვერფრენება და რაღაც რო გადაიფრინეს ჩემ ძმას დაემართა რაღაცა კი მაგრამ ძალიან ინერვიულად თან პატარა იყო და მიუხედავად რომ მოხარშულია მაინც რაღაც შიშები აქვს რა კიდე სხვა რაღაცების და უფრო ძველი ისტორიები მაინტერესებს საბაჟოს რა ერქვა ის ტეკი რა საბაჟო არა ის საბაჟო რა ერქვა მაგას ტეკი კარალეთის ტეკი იყო მერე მან დავყავდი ხოლმე ერგნეთში აი ხო ეგ მინდა იმასთან ერთად მოიცა პუშკინასთან ერთად დავყავდი ხოლმე და ისა ყავდა ხოლმე რუსული მანქანა ირები გაზელი ხო მოკონა ხოლმე ქვილები მოკონა ხოლმე ხო ქვილები ოფიციალ იხდიდით ქვილის შემოტანის არა იქ კი ვიხდიდით ფულს ვართალი მაგრამ გზაში აღარ ვიხდით თვითონ გზაში სულ ჩემი ხალხი ა ქრთამიც არ გჭირდებოდათ ქრთამიც ქიშო არ იდგა იმიტომ რომ საქმეზე იყო და ვინ გამოარდა არა რომ ხამე ვიმორიგებდი მეორე დღისით გაზელი მიმყამდა რო არ გავწდარიყავი კიდე ფული რომ ეშობა და მოვდიოდი თესხოვა მეუბნებოდა რომ იქ ტეკთან იყო ჭაობი და აქ არისო ალუმინის ნომრებიო ჩაყრელიო რა მთელი ბავშვობა ჩამჭერდა და ამოვიღოთ და აი სუმაკე გონებაში რო გახსოვს იქ ჭაობა იყო რა როგორ ამოვიღოთო მანდ ნომრებიო რა ოღონდ რატო ეყარა იქ ის ალუმინის ნომრები ვერ გავიგე მე რა მაინტერესებს რატო ეყარა და იმიტომ როცა შემოდიოდა მანქანები რუსეთიდან აი იქიდან რუსეთიდან რო შემოდიოდა სპეციალური სამსახური იყო რომ ჩვენ უკვე საქართველოს რო გადმოკვეთავდნენ ეს ნომრები უნდა მოესხნა და აძლევდნენ ტრანზიტის ნომრებს ქართულ ნომრებს და მაშინ ამებს აბავი წაიღებდა რა თუ დოდა იმას ეს მანქანას მე გადავაგდებდით ხოლმე იქ ჩავაგდე ხო ისა რუსეთიდან შემომავალი რა საერთოდ და ჩვენი მერე ჩვენ ტრანზიტებს აძლევდნენ და აქტეინებდნენ ფულს რომ ამ ტრანზიტით უნდა გევლოდა რომ გადიოდა თუ დროში ამ დროში უნდა გადაგეხადა გაგეფორმებინო მე მანქანა მე მაინტერესებს გიორგიზე რაღაც კითხვები მაქვს და დაგისვამთ და აი თუ წარმოიდგენთ რომ მისი ეს კარიერა ესე წავიდოდა აი ტელევიზიაში იქნებოდა მე წამყვანი იქნებოდა რამე გადაცემს თუ ატყავდით ბავშვობაში ამ ნიჭს სხვათა შორის თვითონ მოწადინებული იყო სულ კომპიუტერში იყო ჩამძრალი მთელი დღე რომ მეგონებოდი რომ გაკვეთილებს ეტყვათ აი ეს არის ჩემი გაკვეთილები სულ ებაში იყო კაცო აი ხლა მყავს შვილიშვილი მეორე ცეგდია რავი მე მოდიში და როგორ ვთქვა ტუალეტში რომ მიდის ტუალეტში წითელი ფული უჭირავს კაცო ეს რა ავადმყოფობა აქვს რავი მე რამდენად ხულიგანი იყო ბავშვობაში? იყო თავისებურად კი იყო. აი ყველაზე ისეთი რა გაუფუჭებია, რაც გახსენდებათ. ეხლა რომ აი ძალიან ცუდად მოიქცა. კიშო საერთოდ არაფერი დაუშლია ძმა. არა, მე არ ვსოდეს არ ვშნანი. იყო ხომ ის რომ ირწყავდა ხოლმე დედაჩემი. ესენი იყო. ომის დროსაც ესე იგი ჩემი მეუღლე ეგთანი იყო და აი ერთი დღე არ წასულა ესე იგი. ომის დროსაც ყოფილა და მიდიოდა სამსახურში. მე აქ ყვება ხოლმე რაღაცებს რომ არაყი მოუპარე ბაბუაჩემს და რაღაცა პაპაჩემს ბოდიში სიტყვისთვის როგორ წავამს. ის მოყე მუშის ღვინო აი ამათ მარ თბილისება არიციან მუშის ღვინო რა. ხო ეგ ეხლა როცა ძველი დრო იყო ღვინო ეხლა რა მიყვარს იცი? ეხლაც ამაგ ღვინო გასა მაგრამ მაშინ სად დავაძლებდი ღვინოსა. მაშინ იმდენი ხონდა გასავალი ღვინოს რომ ესე ვაკეთებდი დასამალი რა არის. და ესე იგი მეც კი ვსვამდი და მოშევსა ცვალეიდები. ყავდა ძვირფასი კაცი ჯაბაური აჩიკო რომელიც იყო ღვინის ქარხნის დირექტორი. ჩემი ძმა კაცი და წამოვიდოდა და ისე ღვინოს გააკეთებდა რომ ვერ გავამზადებდი იმისგან გაკეთებულსგან რა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს იმის. ეს წყალგარეული იყო თუ როგორ? არა, შაქარი და ისე ხიმია თავის. მუშის ღვინო არის მუშასაც არა უბრალოდ ახლა ძალიან გაკეთებული.
აჰა. მაგრამ ეხლა ყველა აკეთებს მე. ეხლა აღარავინ არ აკეთებს, ეხლა ტყუილია ხო გეუბნები, კაცშვილი ეხლა ღვინოს აღარ აკეთებს. იმიტომ უაზრობაა. აღარ გადის, ღვინო არ გადის. აი, პივა უფრო მეტი იყიდება, ხო ვატყობ ვიდრე ღვინო. აღარ არის ხალხი ის დაბლები, ხო ვატყობ კაცო. სუფრაზე ვეღარ რა. ბაზარია. რა და 2 ლიტრას ვსვამდი თავისუფლად და ეხლა 1 ლიტრაზეც რავი ხალხი არ არის რა. გიორგისაც არ მოყავს თავის ძმაკაცები რომ რაღაცა ხო, როცა გინდათ მომბძანდით, ერთი დღით მარტო დამერეკეთო, всё. წინა დღეს გიშო მოემზადოს იქა რაღაცე. კი ბატონო, რათა ვარ. დავაი, ჩავიდეთ გეუბნები, მასაგეონი ჩავიდეთ გიშო კარალეთში. აი დღეს ესე იგი გორის კელეხზე ვიყავი, გადავდე ის გორის კელეხი კარაქში. ხვალ კიდე ესე იგი ნუგზარი ჩაიმეზობელია ოქროსკაც საყვარელი კაცი მერაბი კაპანაძე და გაშლილი აქვს პურვარი ხვალმელოდებიან 2 საათზე თუ კიდე ხვალცან ჩამოვა მე რა მაინტერესებს გიორგიზე თუ გეუბნებიან ეხლა რაღაცებს რომ აი კი და აბა შენი შვილი და ხანდახან ესე იგი მე ვერ უყურებ ესე იგი ჩემ შვილიშვილზე და დამოკიდებული გორში თხომ შვილიშვილი ბიჭისგანა ისინი მეუბნებიან აი ესე გნახეთ კიშო ესე გნახეთ და რატო მე დავსვამ ჩემ შვილიშვილზე და უყურებ ხოლმე რა კიშო თელ საქართველოს ისმეს შეგიძლია რაც გინდა ის უთხრა აი თელ საქართველოს მას ვერ იღებდი აი მე რაც გინდა ის უთხარი თელ საქართველოს გეიდაცვალეთ მრავალახალწელზე ახარე იცოცხლეთ იყარეთ გიყვარდეთ ერთმანეთი და ეფერეთ როდისაკეთ გახდი ეს იყარდეთ ერთმანეთს და მშვიდობა და რაღაცეები ამ პირიდან რაღა ბოროტი სიტყვა უნდა მოვიდეს უნდა მოვიდეს ტკბილი სიტყვა რა შეიძლება ერთი ხელი სტალინს აკეთებდა მეორე ხელი მშვიდობისკენ მოუყარდა მე სტალინი არ არის სანახე მოკაცია აი ისე დამაწყები რა მაინც რა მოდი აბა სტალინს გამოუკეთოთ იმიჯი რა შეიძლება არ ვიცით რაღაცეები ან თქვენ აი რატო რომ გამოუკეთოთ და მე რომ გავი რატო გიყვართ მოიცავ კითხოთ რა შეიძლება გამოუკეთო იმიჯი რატო გაქვთ ეგ დამოკიდებულება სტალინის მიმართ ეგ მაინტერესებს რა მაგარი იყო და მაგიტო მოუგო ომი იმას გერმანიას მოუგო ხალხი რატო არ გავიწყდებათ რომ გერმანიას რომ ომი მოუგო მოდიშ და ყველას დაკოდავდა ისინი და აღარ იქნებოდა ქართველიერი რა ის არ დაუკლია ქვეყნისაკია განა იმას უძახი მაგრამ აი ხელა სახელმწიფოს იმას რო ეს არ გააკეთებდა რაც აკეთებდა ომს ვერ მოიგებდა მე რა ეს დახვრეტები და რაღაცები რო იყო საბჭოთა კავშირში ეგ სტალინმა იცოდა თუ არა არაფერი ბევრჯერ სტალინმა არც იცოდა ისე იყწამდე ხალხს ეგ ხშირად გამიგია სხვათა შორის რომ აი სტალინის ყურამდე ეგ არ ყოფილაო თორე არ იზამდაო როგორ გეკეთება ხალხის შეხედვია ისეთი რომ აი ესე იგი ხო ციხეში წიძენენ რა მე გეუბნები და ახალგაზრდობას შეხედვით რომ იწყოდნენ ხო ვისხედით ციხეში მაგრამ ის რა შუაში იმან რას იგებდა ადგილობრივი ხელმძღვანელობა იყო რომლებიც ვერ უძღვებოდნენ და ყველაფერს შეიძლება იმ კაცს იმის არაფერი არ დაეშებოდა მაგრამ ჩაუშვებდა და ახლა საქართველოს უყვარდა რა საქართველოს უყვარდა ანუ აბა ხო თუ არ უყარდა საქართველოს ხო არ იყოდა რომ აყვავდი ტურფა ქვეყანა იხინე ერთხანო დაშენს საქართველოს სწავლით და სამშობლო გაახარო ეგ ხო თავიდან იყო ანუ სანამ აქ ცხოვრობდა ეგ ხო მან მე 15 წელს აიყო რომ წავიდა ხო და ეგლექსი როდის არის დაწერილი ეს არის პატარობი როდესაც გორში სწავლობდა იმაში ხო და მას შეიძლება უყვარდა და მე შეიძლება აღარ და არა ძალაუფლება რო ქონდა მე თუ უყვარდა ეგ არის ალბათ აი მაშინაც ესე იგი უთხრეს დაუსეს კითხვა რომ ესე იგი თქვენ უფრო დაფასებული ხარ თუ ილია ჭავჭავდევაძე და სხვათა შორის უთხრა რომ ილია უფრო დამსახურებულია ვიდრე მე ერის მიმართ ეგ თავმდაბლობაზე მეტყველებდა სტალინისა რა აი ეგ საერთოდ დაიშალ საბაჟოზე რა მისთი რა გაგიჩერები ეკეთებთან ყველაზე ისეთი რა გაგიპარებია რა არაფერი არ აქვს საბაჟოზე ახლა რა უნდა გააფარო რა გადასახდელ ციხდიდე და რა უნდა გააფარო დღეს მე მახსოვს რომ ბევრ რკინის ლარიანს არა რკინის ლარიან ხურდებს ვაძლევდი ხოლმე 50 თეთრიანებს ძალიან ბევრს რა ზოგი ყალბი იყო ან სადაჭრილი ამ ყალბ 50 თეთრიანი ხო საჭიროა ხოლმე ახლა ფულს რო გაძლევს ხო არ დაუწყებ კალბია თუ რა არის უნდა ჩაიდო ჯიბი თქვენ რა თანამდებობაზე იყავით მან საბაჟოზე საბაჟო არ იყო ტეკი იყო რა არის ტეკი არ ვიცი მე ვუშაობდი საერთოდ საქალაქთა შორში გადავედი ბეჟდოგაროდენი პერიოდსკა რა იყო იცი წითელი პუწიუკებით რუსეთში ბანკანა ვერ წავიდოდა ისე თუ ჩვენი პუწიუკას არ მივცემდით გვემსახურებოდა გორი ხო ჩვენი იყო ხაშური კასპი ფული ნახეს ლენინგური წარმოიდგინე რუსეთში გასული მანქანა აქ უნდა
პუჭევკა ჩვენ უნდა აეღო პუჭევკა და როდესაც მოდიოდა ბანკანები მაგალითად მოდიოდა ცარიელი უნდა შემოევლო ჩვენთან და ჩვენ თუ გქონდა საშუალება უნდა გავგეტანებინა თვითონ საერთოდ მიდიოდა ამ ტვირთს ამოწმებდით ხოლმე რომ რაღაცა არალეგალური არ გადაიწყო არა ვამოწმებდით რა ის ხო დატვირთული იყო მაგრამ თორსა დაცლი და მოვალე იყო რომ საერთოდ უნდა წასულიყო იმ ხარეს უნდა თვითონ გაგვეტანებინა რომ ცარიელი არ ევლო ბანკანას იმიტომ იყო მაშინ ბენზინი 20 კაპიკი და ეხლა ის 3 ლარი მანქანები ცარიელები არ დადოდა რა ხო ცარიელი მანქანა არ დადოდა ეგ სხვის ქონებას იყენებდით ხო ეგრე სხვის ქონებას ამაში ხელფასი იღებდა ის კაცი პროსტა თანხას უხდით ხო თანხას უხდით ის რა მაგარი ის მისი წარმოებისაც იყო ის წარმოება იღებდა ჩვენ უწევდით საბუთს რამე ფიქსირებული ფასი იყო მაგ საბაჟოს გავლის თუ არა ეს კილომეტრები შეიძლება აგეგო აქედან სროჩიდან ჭელებაში აგეგო ყაზბეგიდან რა ვიცი ეგ უკვე კილომეტრების არის საბაჟო იმაზე ტექზე რომ მოდიოდა იქ ტარიფები იყო ესე იგი პირველი კლასის ტვირთი მქონდა იქ ტარიფები უნდა ჩაგდე იმის მიხედვით უნდა გამოგეცე თანხას როგორ იხდიდა ხოდა იმის და მიხედვით კაცო არა თანხას ის კი ვერ ჩაიღდი ვისიც იყო ის ორგანიზაცია არა აი ამაზე გელაპარაკები მე აი ესე რომ გაივლიდა არა თუ ცარიელს გაივლიდა ესე იგი ფული უნდა გადაეხადა ცარიელს არ გაუშვებდი რამდენი შეულობდი ხოლმე ოკაი ეგ უკვე რა რაღა აი წასული არის ის დრო მე რა წასული ქვეყანების ფესეხლა რომ მომწყობილი ხანდაზმულობის ვადა გასულია ვისაც ახლები მერე წილს აიმართვა ეგ არ შეიძლება ციფრს ვიტყვით და მეტია იყო თან აკლები 50 ლარი დღეში არა ბიჭო რა 50 100 ლარი არა მაგაზე ვერ ვიტყვი რა ვიცი მაშინ ყოფილი და მაშინ მეც ამ ყოფილი და თორშესაც ყოფილი და სხვათა შორის ისა მაშინ ისეთი პერიოდი იყო რომ 10 კაცი რო შეხვედრო და გინდა სახში წაგეყვანა მაცივარი ყოველთვის საფსე ვიღაცა ჩუქჩებიო დაგაყელა თუ ვიდა ეგ მოყევი ვიღაცა ჩუქჩები იყვნენ ჩამოსული აი შეჩენები თუ ვიღაცები თან მაშინ მთელი ამბები არის რა ხარ ვხი და 10 ჩეჩენი დააყენა ნანის სახში ესენი დღესაც არ რჩებია რომ ჩამოსულები იყვნენ ეშინოდე რა რეულობა რო იყო და ღამე ვეღარ წავალ თუ გაიგედა მე უთხარი წამოითმეთქი არც მე მომდევდნენ გაიგედა სახში რომ მივიყვანე და ჩაიმოვყრე გაგიჟდა ვიარადი ესენი მე უთხარი მე დატოვა სახში ბიჭო მთელი ღამე დავტოვე კაი პატივი მეცი ისავქენი და დილით კიდე ვაჭამე პული და გავაცილე ახლა რა მექნა გავუყო დედაჩემი ბანაობდა და ისე იყო რომ ვიცოდეთ რომ ვინც ბანაობს არავინ არ შედიოდა იქ ეს შეჩნები ხო მოვიდნენ ვინო პანიკაში არის კარები არ იკეთება ვა ვინ არის ამას რომ დედა ვიღაცა კაცები მოვიდნენ ეს აქედან შემოვიდა ზამთარი იყო ყინავდა ბიჭო ეს ნინო გავარდა უკრიდან პისახოთ შემოხეული თოვლში დარბის რა ხდება მე რა უკვე სიკეთე უნდა გააკეთო რა იმის მერე ქონიათ შეხება მაგ ჩეჩენს სხვათა შორის მე ჩამოვიდა ერთი კაცი და ძალიან დიდი ბანდლობელი იყო ის იყო რა უკვე ახლა გარეთ როგორ დატოვებ ყინვა მაშინ არ იყო ეს რომ ქირავდებოდა სახლები ეგეთი არა ბიჭო ეგ პატრიციამ მოკრილი ვინ შეგვიშვებს ხამე თან შეგიშვებს ხო იარაღი ბუჩა და ჯიბიტან რა არა ხო ფხიზელძილი ჰქონდათ ჩაისასო ეხლა როგორი სიტუაცია გორშ როგორ მიდის ცხოვრება ძველი დრო ჯობდა თუ ეხლანდელი ეხლა მე ძველი სანამ გადავალთ თანამედროვე დროზე ერთი შეკითხვა მინდა წარსულიდან ფულის გარდა ნივთებსაც ტოვებდნენ ხო რაღაცა მანქანები ვინც მოყავს ყველას დაკითხვას უწყობს რა გინდა ვერ გავიგე ნივთებს არ ტოვებდნენ აი ტვირთი რასაც გადავთ პატივის ტოვებდნენ ხოლმე რაღაცა არა იქიდან ვერაფერს ვერ მოაკლებდნენ თუ რაღაცა ქონდა შეგადა ისეთი რაღაცა მანდარინი რომ მოხონდა გაძლევდა ხო და შეკითხვა მაქვს აი ყველაზე უცნაური რა დაუტოვებიათ ისეთ ნივთი პატივისაცემად რომ აი ეს პატივისცემის ნიშნად რაღაცა დაუტოვებიათ უცნაური მაგალითად ერთი მოსკოველი იყო და აი ეხლაც ამ გვაქვს შენახული ისა მოსკოვის აი მთელი ის იყო გადაღებული აი ისე და დიდი წიგნი იყო და ის მაჩუქა საჩუქრად რა ვიცი მე წიგნი მაჩუქა საჩუქრად პირველი პოდკასტია სადაც მახარაზის და ნერვიულობს რამე ესეთი არ მოხდეს რომ ამოსაჭრელიან არ გაიპაროს აშკარად აჩი შედაც ჭირს ხოლმე ეგჭირს წყალივით წმინდა ცხოვრება ჰქონდა ძმაო რა მიუხედავად იმისა ტექზე მუშაობდა და პოლიციელი იყო წყალივით წმინდა ცხოვრება ჰქონდა მახარა სკოლაში როგორი მოსწავლე იყო მახარა ცოტა შორის ძალიან ნიჭიერი კი აი ბიჭო ნიჭიერი ეგრეც არ სიმაზე დადიოდა რა ქვია იქ გუჩი ხო იყავი გუჩი კაცო გუჩი
9 გამომაგდეს მაგ გუჯასგან სიმღერის გუნდიდან. სიმღერის გუნდი. ბოლოს ნინოს უთხრეს რომ ტყუილად დაკავსო ეს ბავშვიო, გაიყვანეო აქ. იმ დღეს შემხვდა გუჯა. გუჯა შემხვდა. სხვა შორის ნინო მოკლება ჩემ ბავშვობას ძალიან კარგად. გუჯა შემხვდა ოღონდ როგორ იცი ჩემი სიმღერის მასწავლე. დამეჯახა მანქანით. რო გადავედი მეთქი. რა საკეთე? გახსოვს შეც იყარო და. გუჯა ვარო ბიჭო. აუ მეთქი გუჯა. ბავშვობაში კაი იუმორი ქონდა, ხო? მუსკომედიის თეატრში ვარ გამოსული, ბიჭო. თქვენო მაგ. და ჭიდაობაზე რო ვარგა გული ხوار არიმე დაცრობ წამო. ამათ მარც იციანი. ჭიდაობაზე რო იყავი? ლაზარაშვილმა და მამამისმა წამოყვეს უნდა შეხვიდა, ამან არც იცი. წავედი მეთქი სადღაც მივიდა, წავედი და იმათო ჭიდაობაზე უნდა იარო. ლაზარაშვილი შევიდა. შევედი, გამხიეს. დამარჭეს კისერში გადამამტრეს და გამოვიცო ეგ იყო რა ჩემი ჭიდაობა. და შენ რო ყვები აქ რომ მეო ისა რა კოლბის ბავშვები ხარ თო რაღაცა რა მე უბანში და ქუჩა არის თო კომპიუტერიდან არ დგებოდი თურმე და აუ ბიჭო რას ლაპარაკი კომპიუტერი როდის მქონდა ნინო უთხარი რა და მქონდა ისეთ მეზობელთან 13 წელია ქუჩის ასაკი რომ მაშინ და ისწავლა ნერდი ყოფილა ის რო ისაკენი ის რო იყო სკოლაში რო გათიშე კომპიუტერები გამოცდა რო იყო ასეთი ეს ჩიდიო ასეთი გათიშა გვაინტერესებს მოგხევით ეგ რა როგორ რა მე ხმასწავლებ გადაწყვეტად ბიჭო გამოცდა იყო რა სკოლის ატესტატისა და ყველა კარგად სწავლდა მე ანუ ყველაზე იოგზას ვეძებდი ეს გამოცდა როგორ უნდა ჩამებარებინა 2011 წელი ხო უკვე ხო კომპიუტერებში იყო მაშინ გამოცდა მე და შენ ერთი ის ვართ ერთი გამოშვება ხო ხო ბიჭო ყველაზე მარტივი გზა იყო ეს კომპიუტერები კი დაგვიდეს რაღაც პაროლები დაადეს მაგრამ ეს Alt F4-ით ცალკე შედიოდი რა კომპიუტერში სადაც მე ინსპექტ ელემენტში პასუხები ეწერა ბიჭო ეგეც აი იქ ხო იყო კითხვა და ინსპექტ ელემენტში პასუხი იყო მონიშნული რა ეს ეხლა მე მარტო მე ხوار მოვიგებ დარჩენები გავთიშე კომპიუტერები ვაფშე ყველა მე ვიჯექი ასე შევავსე გამოდი ყველა ვინც სწავლობდა ხუთოსანი ნერვიულობდნენ ოფლის დიოდად მე ეს უსწავლელი უკითხი ჩაბარებული 10-დან 10 მაგაღებული ინგლისურში ბიჭო 10-დან 10 მედალიც ხوار მოქცე სოფოს მედალი არ მოვუწე ერთი სუნკა მედალი 10-დან 10 აღებული და ინგლისური მაქვს ჩაბარებული გპ-ში სახელმწიფო გამოცდაში მე ინგლისური მაქვს ჩაბარებული რანაირად აი ნინომ გამატანა 50 ლარი რომ წადიო ჩააბარო. მე ვეუბნები არ მინდა თბილისში თქო. გეები და რაღაცეები თქო. და 10 ლარი დავლიეთ. ანუ 5 საგანო ჩამებარებინა და ეს ზედმეტად 50 ლარი და ის 10 ლარი დავლიეთ. ერთ საგანი მოვაკელე. 4-ით. უფრო მეტი შანსი ქონდა რომ ჩავჭრილიყავი. ერთი წამი. ეს 50 ლარის გადმოცემა რა დღე არის? ანუ უკვე გამოსტები მოვადგა კარს არის თუ? ხო. და არ ემზადებოდი? სად ვემზადებოდი? სად იყო საშუალება? მოიცა საიდან ჩააბარე აბა? აი ეგრე მივედი. იქაც კომპიუტერი გატეხე თუ? არა, პროსტა რა. ინგლისური შე რანაირად ჩააბარე? არ ვიცი. ვიღაცას რო ეკითხებოდა რომ მითხე იკარდა ტუალეტში რო გახვედით და ისა? ო, დღესაც ის თემა აი რომ მაპონინა განახებთ რა სიტყვები წერია იქ რა. თემაც დაწერე? აბა? ბიჭო არ მახსოვს. თემაში მიწერია refresh, Windows, open, enter. კლავიატურაზე რაც კი ასო ვიცოდი სიტყვა ეწერა. ყველაფერი მიწერია იქ. ხო მაგრამ თემა რაზე იყო? მან შენ თავისუფალი თემა არ არის, მოდის რაღაც კონკრეტული. ხო და ქულა მეწერა, მე რა ვიცი, გასაგებია. რამდენია იღე ქულა? თლიანად. ამიტომ გამსვლელი იყო 26. ბიჭო, მან თუ ჩაიჭერი რაღაცაში იჭრებისო, ერთ საგანში არ თუ ვიცი, ნუ გამსვლელი იყო. 100 ქულიდან 26-ზე მეტი უნდა აგიღო. ინგლისურში ხოვრებაში არ ფრანგულზე შემიყვანა დედაჩემ. ფრანგული უნდა ისწავლო მარადისთან. სხვაებს რა ეწერათ ასე ხარ ამან რო enter shift-ით რო გადალახა ეგ 26 ქულა. ბიჭო, მან აჩი თემა არის 18 ქულიანი იყო თუ 19 ქულიანი და დანარჩენი არის შემოსახაზი ისა true false არის ერთადერთი რაც შეიძლება გაარტყა. დანარჩენი ის არის. კარნახობდა ის ტიპი ვიღაცა და ვიცი გადალახა. ფაქტი არ ჩამოვიდა. ვაკომ კარნახობდა, ხო. ის გავიხსენოთ. მანქანის ტარება თქვენ ასწავლეთ, ხო? ვასწავლე, ხოლო თან მეუნეოდი რომ მანქანამ თუ ისწავლი, გახდები შოფერი. შოფერმა კიდე ქვეყანა გზიოთ მე ქვეყანა უნდა არჩინო და მოდი ისე მიხედე მაგ საქმეს და რასაც ახედა მიმასაშო და ხო ეს ქიშომ შემაყვარა შრომაში თანხის აღება რა მანქანის გასარეცხად მაძლევდა ხოლმე ფულს 0-ზე მიყავდა ხო? 0-ზე მიყო ხო ისე? 0-6. 0-6. მაშინაც მეძვირე იყავი თუ? არა. 2 ლარი, 5 ლარი მაძლევდა ხოლმე, მანქანა უნდა გამერეცხა, მე თან იმას ვშობოდა ხოლმე. ვაკატავებდი. არა, მე ვუბრუნდი ხოლმე კორიკები რატო არ არის გარეცხილი? ის რატო არ არის გარეცხილი და თავი მარცხენა. მაგრამ მაგარ მიმაჩვია, ხო, სოფეში როგორ ვიტან, სოფეშიც მიყავდი ხოლმე კაც ვამუშ. კაროჩე, ქიშოს შეყარებული არის შრომა რა, აი შრომიდან თანხის აღება. მიუხედავად იმისა, თვითონ მაგას არ აკეთებდა ხოლმე.
ტექსტზე იდგა ხოლმე იქ შვენი. მე Windows გადაყენებაში რაღაცა შეხო გაკაღებული ფული თუ არა? მე დავდიოდი ხოლმე მაგას. გიორგი სხვა რაღაცას გეუბნებოდა მე რომ ძირითადად საქმეების გარჩევა და საქმეების გარჩევა ქიშოს ესოდნებოდა, ეგ ნინო საკითხე საქმეების გარჩევა. თურმე კომპიუტერის ისყობს სკრიპტკაცს ხوار დადიოდი მართლა. თურმე კომპიუტერი და ძალიან წესიერი და ერთხელ ნაცემი მივედი სახში მაგარი ნაცემი და იმან მცემა უარესად რომ ისო როგორ მოგერიაო. აი ეგეთი აი მაგარი ნაცემი გურავიმ რომ მცემა. 7 წელს იყო და ნაცემი და ის უარესად ცემდა ბიჭო. უარესად ცემდა რომ იმან როგორ და სპორტზე არ დავყავდი ბავშვს არაფერი მოვიძოს და ქუჩაში რაც ვისწავლე ეგ იყო რა. დღესაც დაილოცოს სტალინის ცეკვა რაც მინდოდათ. ატარა რომ ვიყავი მაშინ კარგად ალბათ ძალიან კარგად ცეკვავდა ამის გასმებს აკეთებდა ალბათ ძალიან. სტალი ხონდა მოცეკვავი სტალი ხონდა. ხონდა მაგალი ბიჭი იყო კარგი რა. გავხსარი იყო მამას უხარიათ ვიდეო ყოფილიყო. რა მოუვიდა მე ეს მოცეკვავის სტალისად წავიდა. განება თავი. ვა საჯიშე ქართულს ეძახდნენ გიორგის ცეკვაზე თურმე. კიდე კომპიუტერულ გენიოს. ვა מחარა კაია. პირველი ვაჭრობა მოყევი ნინო რა. გახსოვს თბილისში რომ გამოვიპარე. თბილისში გამოვიპარე ფოტოაპარატი ვიყიდე და რომ დავდე ნინო მარგამიში უნდა გავყიდო მეთქი თბილისში უნდა წავიდე. სა ვინ არისო გიჟი არ იყოსო გაანებე თავი რა. 120 ლარად ვიყიდე ეს ფოტოაპარატი და 350 იყიდებოდა რაღაცა. დავდი რა განცხადება ვნახე და თბილისში არის ეს ტიპი და მეთქი თბილისში ვცხოვრობ მეთქი დიდუბეში მოვალ თქო. არ ვიცი რა თბილისი საათ. 3 ლარიღის ბილეთი. 13 წლისა. წავედი გოშ თბილისში რამის მეთქი უკარო წამოვიდეს ეგრევე. დავაჯექი. წავედი დიდუბეში ამ ტიპს დაურეკე მოვიდა. თან ისე ვიქცევი რომ არ შემჩეს რომ მე გოიმი ვარ, გაიგე. მივყიდე რა ძალიან გამიჭირდა ეს. ავტობუსი დამახსოვრული ხოდა. ჩავხვდეთ გორში ხომ მიდის ესა. აი ეგრევე ჩავხვდე ეგრევე წამოვედი პირველი ფასნამატით მაშინ გავყიდე და ძალიან ბედნიერი ვიყავი სხვათა შორის მაგითი რა. ფილმებს ყოველ აქ ვან აი ის ხო ეს ფილმი ნანახი გვაქვს. აი გარი მაგითი გადაღებული. აფეთქებები და რაღაცები როა. არის მის ნინო შენი ხმა. წვილა გვიყვები. ნინო ძალიან მონდომებული რომ გადაცემაში წუნათ მოვიდეს და მე უარს ვეუბნევი, იმიტომ რომ არა საჭირო. არა მივხვდი რატომაც ეუბნები. მთელი ჩემი ოჯახი აქ იჯდეს და ყვებოდეს ჩემზე რაღაცებს. ანუ მახარ რაში ესე იგი რაში ივარგე ესე იგი ჭიდაობა არ იცოდნენ ცეკვა და სიმღერაზე დადიოდი ესე იგი. მე აი პაპისგან ხო არავისა ქიშვარდასგან არასდროს ცუდი არ მახსოვს. აი ვიხსენ ხო რომ დედა ჩემი მცემდა რაღაც ესა. აი მართლა ეგ დრო იყოს აუცილებლად ნინო დავაჭე გავასტროკინებდი შენსა. რა თავში წამოწყვა. ხალ ის საწყალი ლამარა გეუბნებოდა ნაშულები ხო არ აკავს ესა როგორ უწყავ ეგრეო. რა თავში წამორწყვა ბიჭო. დედაჩემს მახარ მეზობელმა იცი რა უთხრა? ხელს რატო იტკენო? ის მოტეხეო წკეპლაო და იმით ცემეო. არა ყავდა მას ეგ ჭკენი მეზობლები კიდე კაი. მაგრამ ნანი იყო ხომ? მე ნანი რო დავიყურებდი ეს ცოცხი გადატენილი ცოცხით რომ მოვიდოდა ხომ? ნინოს დედა ჩემის დედა. აუ ისა იმ დაპატარავდებოდა ხომ? ეს ადაკრებოდა კაცშვილმა არ იცოდა ბიჭო. ეგეთ კადრი იყო მე რო უკან ნანი ამოდიოდა ესე რა. სამონი. ნანი დღესაც ქიშო ბლის ხეზე ვერ ადის საკრეფად. გორში ხო ისე. ნანი აი განახორ გელაპარაკება იმას ო. თან გელაპარაკება რომ არამცალია ბალზე ვზივა და ჩამოვა. ნანი ძალიან ისა. ტანმოვარჯი შეიყო. რამდენი წლის არის? ნანი რამდენი წლისა? ჩემზე 2 წელი პატარაა. და შენ რამდენი წლისა ხარ ქიშო? ესე იგი უნდა გავხდე 79-ისა 8 მარტს. ვა 79. კი. ხო და ნაკლები მეგონა. 8 მარტს გეპატიჟებით. დაბადების დღე 8 მარტს. ვა. ქიშვარდი ქვია რა და 80-ისა რო გავხდე, მაშინაც ჩამოდით. 80-ზე მე გადაგიხდი დიდი უბილეს, მაო. აი მაგ ცუკლას წამოვიყვან. და 80 წელს ასაკში. კიდე მეც გიორგის ბავშვობა ძალიან საინტერესოა და ბიჭო, მაშინ ტანი მქონდა მე. ჩაეჭიდე. ეხლა რა არა გახტადი? აი?
პაპასთვის. არა ეხა ხო გვიძლი გაუცხიმიანდა და ცოტა მუცელი გამოებერასავით და ვაფშე არიციან ამათ მაქიშო რა არის ცხოვრება გეფისებინა. არა, კიდე რამე წრეებზე ხوارული ან დისინიჭი ქონდა კიდე აი ბავშვობაში. არაფერი ვეუბნაოდი ჭადრაგზე იარე მეთქი და არ მივიდაო. რამე ხელოსნური ნიჭი თუ შეგინიშნავთ ბავშვობაში. სხვათაშორის აი ის უყარდა რა ქვია, შალაშინი როა, შალაშინი. შალაშინი უყარდა ხოლმე. არა იმიტომ ჩემი მოყარე იყო ისა დურგალი და როდესაც ავიდოდით კარადეთში იმ თუ ჩიქ შევარდებოდა ხოლმე და შალაშიც მივარდებოდა. რაღაცები უდოდა რომ გეეკეთებინა ხოლმე. მუშაობა ძალიან მიყვარდა. ვა. ოთარა ხო კარგად არის ოთარა ხო ჯანგი. კი. მახარ პენტიუმ 2 თუ შალაშინი, აი რომ დაგითონ მაგ დროს შალაშინს ავიღებ აუცილებლად, იმიტომ რომ თქვენ აი მაგას გონი ბუნებასთან სიყვარული აი შეიძლება რომ ჭრიმხეს არ არის ბუნებასთან სიყვარული, მაგრამ იმაზე რომ მუშაობ, აი ჩემთვის არის ძალიან დიდი სიმშვიდე რა. ხო და ტელევიზიაში რომ გამოჩნდა პირველად არ გახსოვთ ეგ თუ რა მახსოვს. რა რეაქცია ქონდათ აი ესე იგი მე ვიცოდი რომ ეს კაცი კაცად იქცეოდა და დაიმფასა კიდევაც ჩრომა. აჰა, ძალიან კაი. მეც შემიძლია დავადასტურო რომ კაცად ნამდვილად იქცა. დი ბატონო. კაი მეგობარი, კაი ძმაკაცი და კაი ჯიგარი გულიანი კაცია. ხოლო აი კაცობა და მეგობრობა თქვენი არ ვიცი, მაგრამ აი ერთად რო შეიკრიბებით, მაინტერესებს აი თქვენთან. ოღონდ მაინც თამადად დავდგებით თქვენთან თქვენ კიდე. აუცილებლად. ვერ დალე მაგდენსა კი. ვიცი, რა ვერ დალე. ოღონდ ლიტრას ვეღარ დავდო კაცო. აბიჯო. რა შენ მე არ მინახი ხარ ბევრს როსვამდე ან ეს არ ასავს ბევრს. ხო, არა. ამას პივა უყურს უფრო კაცო. არაყი ბიჭო, არ მიყვარს. არაყი მიყვარს. სხვადასხვა მე და გიორგი რო ვართ ხოლმე სადმე ესე მეც არ ვარ დიდად სველი, მაგრამ ამაზე მეც ყოველთვის ვსვამ ხოლმე რა, ანუ ლუცაც დიდად არ ეტანება ხოლმე რა. არაყი. ანუ არაყი გეოსება. თუ ვსავ არაყს დავლევ. დანარჩენი არ მიზიდავს თრობის საშუალებები. შეიძლება ესა რაღაცნაირად გამომიდოს 20 წლის ისა მაგ კანეაკი დაბეჭდი და ვერ ახსნამ და ეგრე არის ისევ და არის და რავი შეიძლება დაიკლო კიდევაც შუშის მოიმაშია მაიგო ვერ მოხსენი და არ მინდა რომ ისა ეგრე ამდენჯერაც თქვი უნდა მოხსნა აღარ მომისმენი კანეაკი ესე 20 წლის რა მხელა 10 წლიანში იყო და რავი აღარ მინახია 20 წელსაც შეინახება შუშისაში 20 წელს ვინ მოგსა 10 წელი რა ქნა 10 წელი შუშები არ იყო 10 წელი შუშები რა როდის და მოუჭრათ მე არა ისე ვიზახი როცა ჩამოხვალ შეიძლება შენ მოსხლა მაგრამ მე ვერ ახსნიება განები არ მოხსნა მე მაგრე რომ დაბდობდა იყო ჩამოდი და მოუსხნათ არა შენ მაინც არას ვაუკონიას თქვენ ხო დალევთ კაცო მე თქვენ თან საშუქრად გამოგატათ თვითონ თუ ლიტრას ჩამოგის მაინც დაიტო 8 ლიტრი დაიტო ბიჭო აი ვეი 20 შედი ხო 5 ლიტრიას ჩამოიტანს ღვინოს საჩუქრათა 4-ს თვითონას ვავს ლიტრი დაგიტოვე. რაც მინდა ლიტრი ღვინო. მე ვიყევ წოდზე ჩავაქრო ხოლმე. მახარ გორში ხის სახლი აქვინ მეს? არავის? იმიტომ გაქვს აგრესია ხის სახლების მიმართ თუ? ხის სახლი პირველად ამ ხელა კაცია რამდენი ფული შო. წავიდა ხის სახლი ააშენა ბიჭო. მაგიჟებს რა. კარალიჩის სახლი, აი კედლები არის ბიჭო. კარალიჩის ხოსხილი კედლები ქვით არ არის ნაშენები. და ბოშურია პირველი სართული ხის არ არის. ხო, ბოშურში არის ხის. ქონია ესე იგი. მაგლა რას ერჩის? აი რაღაცა სუმერჩის რო ეს ხის სახლი ხის. რა პირველი ხისა, რანაირად არის ხისა? წინა ის მომწებული ხისაა და უკანა ის. ეგ აივანი. აივანი, ხო. რომელიც იშლება. მეორე სართულის ეგრე აივანი რა. ხო. პირველი. მაგრამ სახლი ხო ქვისგანა პირველი სართული ქვისგან არის, იმიტომ უკანა მხარე ხო ის არის და. გახსნილი. ხო. ბოშურის სახლი არავინ არ არის, ხო ეხა მან და არავინ ლამაზესიანი. არა და ლამაზად გიოსარი. თელი ბავშვობა იქ არის რა. ვიღაცებს ხო ახსენდებათ ხოლმე რაღაცე რა. აი ჩემი ბავშვობა იქ არის. ზაფხულს ჩადიოდით ხოლმე მან? აი კურორტი არის ბოშური რა ეხა წამოიწია რაღაცა. პაპა და ბაბა არაერთი არ მახსოვს, მარტო მახსოვს მამაჩების დედა დარიკო იყო მამულაშვილი. ძვირფასი ქალი. როდესაც სამხედროში მივდიოდი, მაშინ გაცილება იყო ხოლმე და ჩამოვიდა და მუხლი ჩოქა დადგა და გორიჯვარს ეხოცებოდა. ნეტა ჩემი შვილი ისეთ ადგილას მოხდეს, მშიერი არ იყოს. წავედი და პურკობინაჩი მივხვდი. პურკობინაჩი მე იწამე ღმერთისა. და სხვათაშორის მაშინ იყო 3 წელი ჯარი და 2 წელი იყო, 2 წელში ჩამოვედი. რო ჩამოვედი მე ისე მუხლი ჩოქა დადგა და გორჯვარს ეხდა. ნეტა ჩემი შვილი გზას არ ასწრებდა და იმის შემდეგ სულ ვიყავი ტრასაზე. აუ მე ვახსოვს უჩას ჯაში წასვლა.
გავაცილეთ ტირილით ბიძა ჩემი ჯარში მიდის, ვაი მე მთელი უბანი გლოვობს ჯარსა და საღამოთ უკან მობრუნდა ბიჭო. დაბრაკეს, ყველაფერში დაბრაკეს ოღონდ, ანუ ხელი მოკლე ქონდა, ფეხი ყელი ქონდა. ვაფშე არ შენ არ გეკუთვნოდა ხო ჯერ? ოღონდ რამხეასათვალებით წაიყვანეს. აი იმითი რა უნდა გაერტყავ იმესთვის ბიჭო. მე სამწუხაროდ მე ჩემი ოცნება, აი ნინო უთხარი რა. ის არ მის სამა მაშინ ეგრე იყო, სამალიო პილოტობა მინდოდა ხოლმე ძალიან. ერთ ფრენზე. ერთ ფრენზე რომ ძალიან მინდოდა რომ ეს დაბომბილი ჩემი დამენახა უკნიდან რა. ძალიან ლამაზი კადრი. მთელი ბავშვა და რომ მივედი სატანკო შენაში ძალიან მაღალი ხარ შენაო. პილოტისთვის? პილოტისთვისაც და ტანკისთვისაც მოცეკვავის ტანიკა ყო და წადიცეკვო? აი მართლა გეუბნები რა. მე არ მიყვარდა ხოლმე ჯარის ცხოვრება ნინო. არ გახსოვს შენ აი არ ვიძახდი ხოლმე თვითონ ანუ ჯარში ანუ როდისმე მითქვა რომ ჯარში არ მინდათ ხო? მოდა კახეთში და ბოლომდე მასაყვედურებდა იმას რომ 9 ძმა ხერხეულის დედამ 9 შვილი დაწირავდა შენო მე წავიდა და მალავ კალა ეხლა מחარაზე დასაცი რაღაცებს რო აჟღერებ ესეც გააჟღერე ხალხმა ვერ გაიგო מחარა არც არის მანქანამ გამოერთვა პირველი ჩამხტარა მეგობრებო არა ეს საჭირო ეს არა გიორგი მე დარწმუნებული ვიყავ ისეც რომ ეგრე იქნებოდა მაგრამ თურმე ესეთი ამბავია რომ აი არ არის რუსები რო შემოსულან מחარა რჩებოდა იქ და არ მიდიოდა იმიტომ რომ ამათ უნდა შეებრძოლოო და რითი აპირებდა შებრძოლებას არ ვიცი, მაგრამ რამდენი წლის იყო מחარა მაგ დროს? 15. აი იმას, מחარა იზამდა ბოჭო, მე ჩაუყრიდა რაღაცას მართლა იმ რუინოში და არახში და მე როგორ მომეშვა, ამარო მომიყვა ეგ რუსებს დავალევინეო ბიჭო, აი მენა. რა უნდა ჩაგიყარე აი შემ თქვია. თაგვის წამალი რამე. სად მქონდა თაგვის წამალი, სად მეშვა იქ თაგვის წამალი. რა უნდა გეგდოს ერთი ამპულა თაგვის წამალი. შეიწირა მეორე პაპა 2008 წლის ომმა, ანუ კი. მართლა? იმან ჩახოცა იქ. მოკლეს აი იმან მისი არ მომკვდარა პროსტა ხა მარშრუტკაში იყვნენ და ავტობუსი გადაატრიალდა და იქ ჩაიხოცა. მართლა? ეგ არ ვიცოდი. იქ შეყამდა ცხინვალშია და ხო დაუშვეს ამას. იქ მაინც ჩახოცავდნენ რა და რამდენიმე რუსი მაინც გაიყოლა. ხო, ნინომ ჩაბოასველე მე ეკლესიის იმითი მაშინები. ნინო რა მამალი არის, იცი? მე მაგ ქიშორდისთან შეკითხვა, ჯართი თუ მოქონდა ხოლმე სახში? კი. ჯართი, შენ ხომ მოქონდა ხოლმე, უამრავი ნაგავი მოქონდა ხოლმე, აჰა პაპი აიღო. მე რომ დღესაც ეგ გამაქვს ჩვევად. შენ განა. აი რო დავინახო რამეს, აი ტუმბო რო გდია ძველი, აი სუგული მისკდება, ისე როგორ ადევს ნაგავს. თუ ადგილიდან შეუცვალო. თუ არის საშუალება. ხო, წინაზე მოყარო კარაქი მივიტანე ერთხელ სახშიო. ნაგვიდან ამოღებულია. მიუტანე? მე არა ეგ ნაგვიდან. ნანის მიუტანე. ის მოყვე, მარიკამ რო კარაქი მიიტანა, გახსოვს? თუ არ გახსოვს ეგა? ნანის ეხსოვება. მარიკასთან სახთან იყო ნაგვისურნაში და იდო ნაგვისურნაზე კარაქი. და მარიკამ ჩამასუფთავებინა, ესა სახში წაიღო და წამოვიღე სახში. გიორგი, მე მაქვს ერთი შეკითხვა. დედაზე ყოველთვის ის იყვები, რომ რაღაც სულად გამოვყავს. რატო ყვავი მაგას? ანუ მართლა მაინტერესებს. ბიჭო, ეგ უფრო დასამახსოვრებელია. ხო, აი მეც მივტყამდნენ ეხა, მაგრამ კი არ უყვები მე. მოზდე ყველას. რა სიძახი ბიჭო, ის არის. ნინოს ეგ დარტყმა რომ რატო გცემესო? მაშინ ჩემ გონებაში გახდა გადატრიალება რა. რომ ვიღაცები სახში რომ მიდიოდნენ დედაგენაცვალოს იყო და აქედან პირიქით ჟილკა იყო რომ რაღაცა მაგ ყველა დეტალმა მე მასწავლა მარტო ცხოვრება რა. იმას რა თქმა უნდა სტუდენტიო აღიღებია. მოყევი ეკა. ნიაკის წვეტიან ტუფლებითა და ვარდისფერი საოჭკითა დედასთან ერთად რომ გეპეიში ვიდექი. მოყევი ეკა. დედამ გენაცვალოს რო იყავი. არა, ეგ შოკი, ჩემთვის ესეთი შოკი იყო, מחარ რუსთაველზე ცხოვრობდა ერთხელ მოყვარო, გავგიჟდი. თან იქვე რა. რუსთაველი ძალიან არასტრატეგიული ადგილი აღმოჩნდა მისთვის, იმიტომ რომ ნეკერჩხალი იზრდება ისა ფოთლები და აი, რუსთაველზე მომივიდა. რუსთაველზე მოვიდა ისეთი. ეს იყო ურიგოთ რომ შემიყვანა საყვარელიძესთან. ფსიქოლოგთან. გამიშვით ჩემი შვილი ცუდად არის რომ ბიჭო აი ეგრე იცო კულუმბეგოთაც ეგრე ხალხი დაფოთლილი ზის დაბერილი ზის ცუდად არის და აი ხამან გამოყრილა გამიშვით ჩემი შვილი
სუაეგრე ბიჭო უხერხულობაში თავიდან ვიტან აი ესე გაივიდა ეს ხალხი ვერ გიშევ წყობ განებით აი ესე გადაგლიჯავდა ყველას შემათრევ და დამაყე დედა მოყევი დედა ჩაიხადი ანახე დედა ისახელი აუ ბიჭო რაც უდაც ვიყავი ხოლმე საწყალი ნუნუშელია გუნზე მან კი რომ ჭირდა აი შემიყვანდა ხოლმე ნუნუშელიასთან და ისიც ხა ისიც გოგოები იყვნენ ახალგაზრდა პრაქტიკანტები ბიჭო ჩაიხადე გიორგი კუტუ აჩვენე და ეს გოგოები შემოვიდა და აბა კუტუ აჩვენო და ჯერ სად იყავით მე რო კუტუს ხალხს ვაჩვენებდი ხოლმე ბიჭო რაღაცა ეგეთი ისტორია მეც მაგ და ეხა წაშალა გონება ვეღარ ვიხდით მართლა გეუბნები ოღონდ ბავშვობის არა ცოტა ჩაიხადე გიორგი კუტუ ამოგდებოდა და 8 პრაქტიკანტი გოგო ერთი კაცი და აყვისდებოდნენ და მაშინვე დასაკვირვებელი კუტუ მქონდა ეხა რო გეუბნებით ხოლმე და არ აყვისდებით მაშინ პროფესორები ეხა შეიძლება ისინი ექიმები არიან ყველა იდგა და აყვისდებოდა თქვენ კიდე მე არ მაყვისდებით ბიჭო და მოყევიო დედაზეო მაგაზე მე მეც მოყვება ის ისტორია მოყვე თურქეთის საბაჟოზე პრეზიდენტებთან გადმოგაპარე ბიჭო წავედ ბიჭები წავედ პირველად გამიშვა ქობულეთში რა და მე აი ძალიან ბევრი პრეზიდენტი ვიყიდა ჩანთაში დაბლა დავმალე ერთი 100 ცალი რა მოლოდინებით წავიდა ქობულეთში ანუ ახალი წასა რა მოლოდინე ეს მეიკ აქ დაკეტილი უკანაწყლი იმ რაოდენობით ჩამოხვდა ეს მეიკ აგორცი ესე არ მოიცადე ნინო მაშინ თურქეთში აჭრა ეს მეიკა დაბლა იკეტება და დაბლა შევყარე რომ დიდდება ეს ჩანთა ისევ დავკეტე მე თქვა არც გამხსენებია ეს არც გამხსენებია ნინოს ჩანთა მაქვს წაღებული ჩავიტან ისევ ეს ჩანთა ამოვაგეთ ნინო წავიდა სავაჭროზე თურქეთში თურქეთიდან მოდის და რენტგენზე ომნეო ის ტიპი რომ რა საპარებ გადავსებული რა გიჟი ხორაკ თურქეთიდან ცხოვრებაში არ დაურეკია იქიდან დაბირეკა ისე მელაპარაკა სუნტკიო და შინაგანაც ყველაფერი გაჩხრიკეს ნინო თურქეთიდან წავდის კალი და კილოობით პრეზიდენტი მოეჩადაში აიმე ბიჭო მაშინ გადაახტა ძალიან მე მოგიყვებით და აუ არა ვერ მოყვა ახლა სადაც მოყვა ეხლა მე ბიჭო მე არ მიტყველებდა ხო იმიტომ რომ ბებო ექიმი მყავდა მე მოყვავე მე ანუ სულ ეგეთ რაღაცებში იყო გაზრდილი და ჩემთვის სირცხვილია გარიყო იმიტომ რომ სულ ტიტველი ხალხი სულ გაჭრილი და სულ დაჭრილი და არა მართლა გეუბნები მე დავაკონსერვოთ ეს ამბავი და აუცილებლად მოყვები აქ რაღაც მოყვები თორე აქ არა გადაცემაში მოყვები აუცილებლად ნინო იყო ხოლმე ძალიან მესაკუთრე და დედაჩემი რამდენადაც მესაკუთრე იყო იმდენად აი ვიღაცეებისთვის ისეთ რაღაცების უფლებას მაძლევდა ხოლმე რომ საბოლოოდ ჩემშო გარდატეხი მომენტი იყო რომ რაღაცა რა დღეს მე რაც ვარ ნინო ეხა იძახის ხოლმე რომ კიდე კარგა ვერ გიჭყიო რა უფრო კაი უნდა გახსარი ხოლმე აი ის იყო ხოლმე ჩხუბები ის დავიდა რა ბამთენია ასფალტი რო დააგეს უბანში ტიროდით ბავშვები სპილენძის ადღავიპოვოთ მართლა გეუბნები ასფალტი არ გაგვიხარდა რა უცნაური ბავშვობა ქონდა ისე რა ის სპილენძი იყარით მე რო ასფალტი დამიგეს ეზოში ძალიან ბედნიერი ფეხბურთს ვითამაშებ კარგად და რამდენი წლის იყავი თბილისში რომ პირველად ჩამოდგი ფეხი თქვი რამდენი 13 წლის იყავი პირველად არა აი ოფიციალურად სტუდენტობის ასაკში დადიოდი მოგწონდა თბილისი მაგრამ კაი ექიმებში დავდიოდი ხოლმე სულ ბიჭო თბილისში ჩამოდიოდი ექიმთან ვიზიტისთვის მაგისტვის ჩამოდიოდი და 23 ნოემბერს აქ ვიყავით სულ რაღაცა გჭირდა ეს გახსოვს ეს დაამათრევდა ბიჭო ეხა უკან თუ ჩადიხარ ხოლმე რაღაცა ხშირად არ მესმის ხოლმე რომ გორში წავედი და რატო ბიჭო რა უნდა დაივიწყო საკუთარი ესე გორი რა მაგარი გახდა იცი ვაფშე შესული ვაფშე დარეცებ და ან ვიდეო გადაიღე რაღაცა ეს სახლის თემები რაღაცა აინტერესებს ხალხს შენი ცხოვრება აი წავით კალაში წავიდეთ ვიდეოც გადავიხოთ მე მოვდივარ როდესაც გინებავთ ერთი დღით ამხლის კაცი ვარ და კიდევ ვმუშაობ ესე იგი ცეგი ქიშო ეძებს სამსახურსა რა არა ჯერ აღარ ეძებს არა ჯერ ორი თვისა გადაგვიხადეს არა ძებდნენ 3 თვე ხელფას ბიჭო 80 წლის კაც რომ 3 თვე საგზაურში დეპარტამენტში ეხა მისცეს დაგვიანებით 2 თვის დაგვიანებით კიდე კაი ორი თვისა მოგწეს ერთ თვის არა აჩია განცხრომაში ცხოვრობს რომ მაგალითად იკითხა ეხა სულ გაგვიანებ რა ელბასებს სახელმწიფო მე მგონი არა კერძო კომპანია სად არის ჩერეს ტენდენცია
კიშო ბაღებში მუშაობდეს, ეკნებოდა მაყუთი, მაგრამ არა. ისე ბევრ ადგილს გიმუშავიათ? არა, გზა და აქ საგზაო. მარტო საგზაო და ის. მარტო გზა. იგივე მაინც საგზაოში რო ვარ, იქაც ის მიჭირავს დროშა, რომ მანქანები რეგულარულად უკეთებ, რო? სამაგარ სათვალეებს აძრობდა ხოლმე იცი. 11 საათი. ერთხელ მოვიდა ბიონსეს სათვალეებით. გზაზე იქ რო ყიდნენ ტელეფონები რაღაცები, იმენა ის არის რა, საბადო არის გზა. არ ვიცი რატო ყრიან გზაზე ამ რაღაცებს, ან უარდებათ, რჩებათ. ისინი რო ქვია ხო, ეს სათვალეები ესეთი. მე წავიღე? რა მე წავიღე ბიჭო? აი ეგა დიდი ოთხკუთხე, მეორე აი ესეთები რო იყო ხოლმე. ის ძველი სათვალე მე არ წამიღია, ფერადი რო იყო რუსეთიდან ჩამოტანილი ლურჯი და ეგ არ წამიღია მე. მე მაბრალებს მაგას თქვენ დაკარგეთ. ის არ წამოიღეთ, ის უთხარი ის წამოიღე მე ის გვალი რო არის. კიშო აქტიურად დადის ევროპაში, თქვენ თუ გონიათ რა. ვარ გა? თვითონ მოყვეს. ძველი დრო ურჩევნია, მაგრამ პოლონეთში ვარ დამყოფილი, აქ ვიყავი საბერძნეთში. აი საბერძნეთზე მოყევი, როგორი არის შეცვლილი ცხოვრება? იცხოვრებდი ეგეთ ქვეყანაში. არა, საქართველოს არაფერი ჯობია, მაგრამ რა. არა, საქართველოს რომ მაგ დონეზე იყოს რა. საბერძნეთში მაინდა-მაინც ისეთი ცხოვრება არა. საბერძნეთი ხა ეგეთი განვითარებულიც არა. არ არის განვითარებული. პოლონეთი? პოლონეთიც იგივეა, შეგონია პოლონეთი. პოლონეთში. მოსკოვი, ის მოსკოვი ჯობდა, რომ აი კომუნისტების დროს მოსკოვი მართლა. ეხლა აღარ ვარ გამოს. ეხლა აღარ ყოფილი. მოსკოვში როდის ხართ ბოლოს დამყოფი? სანამ ეს 90-იანების 90-იანებამდე. ბატონო 90-იანამდე? 90-იანამდე კი. არ იყო ესე იგი ახალი წელი რომ მოდიოდა 3 დღით ადრე მიფრინავდი მოსკოვში და იქიდან ისე მოვიდა. ის 30 მანეთის ისტორია ნამდვილი იყო, რასაც ყვებიან ხოლმე. 37 მანეთი და თვითმფრინავის ბილეთი და ორივე მხარეს რო წასულიყავი და სასტუმროში დარჩენილ მაგრამ სასტუმროში არ ავჩერდო, კერძები რა მქონდა, იქ ყველაფერი ვიყავი ხოლმე. 100 ლარი გინდოდა და 100 ლარი ისე რო წაგეღო, პადარკები ყველას წამოვუღებდი. ახლა ძვირფას პადარკებს არა, მაინც რაღაცებს ჩამოვიტან. კერძობინა სადაც. ხელფასი რამდენი იყო მაშინ? დაახალი ვიყავი. შესავით პრეზიდენტები უკან კი არ ჩამოქონდა. არა, ესე იგი, ჩემი გოგო, ჩემი ბიჭი, ჩემი მეუღლე, მე მოსკოვში როცა მივდიოდი, თორემ მოუყვნენ ესე იგი რა, მივყავდა კუზმიკაზე კი გაცო. ხო და ხელფასი მაშინ საშუალო ხელფასი რამდენი იყო? 37 მანეთი რო ღირდა თვითმფრინავი. 60 იყო, მაგრამ რა ვიცი, ყველაფერი იაფი იყო, 60 იყო. ანუ თვითმფრენის ფასი მაინც ეგეთი იაფი ხა გესმის, რომ 37 ღირდა იაფი იყო, მაგრამ საშუალო ხელფასის არ იყო მაღალი რა. არ იყო მაღალი. ყველაფერი მოგდიოდა. ეგ ხო შედარებითია. ხო. იმასთან მიხედვით ახლა პროდუქტიც იაფი იყო. რა თქმა უნდა, ყველაფერი იაფი იყო, ფრენის ფასიც ეხა ძვირია, მაგრამ შეფარდებით ნახევარზე მეტი ხელფასს თუ იმაში იხდი ვილეთში. ახლა მაშინ რომ ბოდიში ეს უკვე რა ვიცი ის შეიძლება თქვენ და მაშინ რომ ხორცი და 2 ხელახლა 40 გახდა ხო? კი. არა, ეხა ხელფასები გვაქვს, კაი. ხო. თარ კიდე კარაქს ეტყოდი რომ ესე კუთხის არ მინდა შუაგული მომეცი. ეხლა სადღაა კარაქი. როდის იყო ქართველი კაცი ზეთით აკეთებდა საჭმელს. სულ ერბოდა იმით ვაკეთებდი და ახლა ზეთშია გადასული. კარაქი ძვირია. კარაქი ხილა დაბლოკ ისენ კლიტეები ადებს ქიშო მაღაზიაში არ მოიპარა. გინდა ხორცი აიღე. მართლა გეუბნე. კი. იკრას კარაქს და ეგეთ რაღაცებს. ის ამ გაჭირებულმა ხალხმა ერთ კრას შევარდნენ და კარაქის რევოლუცია არ მოხდეს. კარაქებს ადებს კლიტეები რომ ვერ მოიპარო. ტელეფონი დევს ჯიხურებში ის და კარაქს ადევს კლიტე. იცი რა მინდა, მანქანა როდის ყავდათ პირველი? სულ ყავდა ქიშო. ხო და აი ეგ როგორ მანქანის ყიდვა არ ხდებოდა თუ ყიდვით მოხდა მანქანა თუ? ხო შენა ეგ. კარხანაში ვიყიდე ესე აქ იყო ბაზა. და რა ღირდა მანქანა? რა რაღაც კაპიკები რა 3000 ლიბანეთი ყიდო თუ რაღაცა. ხო მაგრამ ეხა ნახე რა მინდა 3000 მანეთს ხო ვერ მოაგროვებდი ხელფასით. არა, ლევათა ხდებოდა იქ. არა, ეხლა ის გზაზე მარის თვიმიდე თუ ბაკარა რა ყოლოდა. მე მაინც კარგად. 3000 მანეთი დღევანდელი რამდენი ლარია, რომ გადავიანგარიშოთ? ერთი 30000. მართლა. ხო. რა იგივე. რა 60 იყო ხელფასი და ხელფასის გარდა ხო იყო კაცო.
იმას არც კითხვით ეხილფას რეგო. ხო, ის სხვა საშუალო იყო ძალიან სხვა საშუალო იყო. იმიტომ რომ ეგ სისტემა ის როგორ ლაბაძის მაგას და აწყობილი იყო ეგრე რა. ხო, მაგრამ აი რამაინ ვინც მაგ სფეროში არ მუშაობდა, სადაც ქრთამის მიღება. სუყარგან აი რა შვებოდა ვიღაც ტიპი, რომელიც არ ვიცი, აი რაღაც. სადა კიდე კვების ობიექტი აგეღო კაცო, იქაც ფული შვებოდა, სადა არის შვებოდა. ბეზელნიკი იყოს ყოველთვის ბეზელნიკი და ვისაც შემოუყვარდა ტრაკის განძრევა ისიც შოულობდა რა. აი რესტორანი რო ქონოდა, მან ლევად შოულობდი ფულებს. რესტორნებში იშოვება. მოყევი ილუშკაზე მოყევი რესტორანში ვერა შოულობდა ფულსა. ილუშკა პროკურორი იყო, ხორავი შოვდა, რესტორანი პროსტო აბუშა. ილუშკა კაპანაძე, მა პროკურორი იყო. აი მე რა ხახში მგონია საქმე მე. ზურა ნამიჩევში რაღაცა კომის თავმჯდომარე იყო. ნამიჩევი ზურას ზურა ნამიჩევი ჩვენი მეზობელი. მე მაინტერესებს 90-იანებში უსაფრთხოების ამბავი როგორი იყო. რამდენად უსაფრთხო იყო ცხოვრება რა 90-იანებში. არა, ძალიან ცუდი დრო იყო, სხვათა შორის იყო, სინათლეები გამართული იყო, ღამე გარეთ ვერ გახვიდოდი, საშინელი პერიოდი. კიშოს იარაღი არ აქონია, ისი პოლიციაში იყო და იარაღი არ უყავს. არასოდეს იარაღის ხელი არ. დაჟე ჯარშიც რო ვიყავი, ავტომატი მარტობაში მეჭირა ფიცი რო ავიღე. დანარჩენი ისეთ ადგილებში მუშაობდი, იქაც რო რა ვიცი. არ ევასება რა. არა. არც მე არ უყურს იარაღი სხვათა შორის. და კიშოს ძმა ყავს. ისიც პოლიციელი, ის ბლოკბასტერი რა სულ. ალფა ჯგუფის წევრი რა. შენ უფრო მაკეთ ხარ ხო? არა, ბაჩიასგან თევზაობა ვისწავლე რა. ბაჩია პირველად წამოყარა სათევზაოდ და მაშინ ვისწავლე. თევზაობა იცი? ანგარელი ბაკივა. ეხა აი ეს რაღაც სპინები რაღაცებისა მე მტკვარზე მიმიშვი, ჩემი ჭიაყელათი რა გინდა იმას ამოგიყვან ძმაო. დამისახელე თევზი. მე თევზაობაზე გადაიღე რამე კონტენტი. ვის აინტერესებს? არა ვის აინტერესებს. მან ბლენდერ შოუ ხო ძალიან აინტერესებდა. სიყვარულის ამბავში რა რო. მე ვიზახებ რომ მაშინ მეთქი სხვანა უფრო გაჭიროება, უფრო დედა ქონდა ნაწილი, მაგრამ მეზობლები რომ გამოვდიოდნენ. კი, კაცო, ერთმანეთს კი. იცოდი რომ რა უჭირდა და შეიძლება მიგეტანა. როგორ გეკატა? არც ეკითხება, შეშა არ ახონდა, შენ რომ მოგქონდა 105 მეშოკს აძლევდი, იმიტომ რომ იცოდი რომ ყველა ერთნაირად იყო და მაგიტო. ერთმანეთთან მისვლა მოზრა, დაიკარგა ნათესაურის სიყვარული დაიკარგა. რა ვიცი. ყველას თავის ცხოვრება აქვს უკვე და ყველა თავის ბიჭო, ხო ეგ იმის ბრალ, ხო, ყველას თავის გასაჭირია აქვს რა. არა, გასაჭირია. ეხა მაგის არა. ცხოვრება ესე იგი ისეთი მომიტანო, ესე იგი ხარს აგეგული მე ესე გული გაუცილდათ რა, ერთმანეთის მიმართ რა, არ ვიცი, რავი. მე არ მინდა რომ ესა თქვა, მაგრამ გეგონება გაბოროტდა ხალხი, სხვისი რა აქ ის შურს, აი რა ვიცი მე, აი უნდა ერთმანეთის აი სიყვარული დაიკარგა. მე მინდა ახალგაზრდებს მოვუწოდო რომ იყვნენ ბედნიერად ერთმანეთს ეფერონ ეს სიყვარულო და შექმნან ოჯახები. გინდა ოჯახები აიღოთ კაცო. 50 100%-დან 50% ერთ თვეში, ორ თვეში ინგრევა კაცო. არ უნდა ხდებოდეს ესე. ერი ვერ გამრავლდება. ხო. ვიღაც ფულდას მე ბოდიში სახორცევა და საჯიშეები ესე იგი გაიქცნენ დატოვეს ქვეყანა არ შეიძლება ესე იგი. შენი ქვეყანა უნდა გიყვარდეს კაცო. მან იმ საქმეს აქ არ გააკეთებენ, წავლენ და იქ სხვას მოულიან. ბუდიში და აქ საკუთარ დედას მამას ტოვერ მოპატრონოთ. აი ეს არ მომწონს. მან ის მომენტია რომ ადრე საერთო გაჭიროება ქონდა ყველას და უფრო გვაახლოვებდა ეგ რა. რომ აი იცი რომ იმასაც უჭირს, იმასაც არ აქვს. ეხლა ყველა თავის გაჭიროებაშია ჩაკეტილი. ეხლა რომ აი ვიღაცას მეტი აქვს და რაღაცა შური. ვისთვის უნდა შეგშურებოდო 90-იანებში? ვისი უნდა შეგშურებოდო? სიტყვაზე გეუბნები, აი შური რო გდონოდა. არა ბიჭო, იყო ვიღაცები, მდიდრები იყვნენ, მაგრამ ძირითადი ნაწილი არის. ბიჭო, ცუდი არ უკეთ. ანუ ამასაც ეხლა მე უბანში ყავდი მდიდრები, მაგრამ პირიქით, გეხმარებოდი ძახი. სამუშაო გინდა და თანხა ისე გინდა და რამე ახალ წელს იცოდა რომ გოზინაკი უნდა მოეტანა, იმიტომ რომ შენ არ ქონდა და კორკოტობა რო გადაშენდა ბიჭო, აი მახსოვს რომ კორკოტობა იყო ხომ ეგ დღესასწაული კორკოტს ვამბობ. მიცვალებულებისა ხო. და დილის მიცვალებულების დღესასწაული დილის 7 საათზე დგებოდი ხოლმე მაგიტო და ეს კარაქ ჩაგდებული კორკოტი მეზობლებთან მიქონდა, იმასაც თავისი მოქონდა, იმიტომ რომ ეს გაცვლა, ჰა? ზვის ამოსვლამდე სანამზე და აი ეს გაცვლა განა არ ქონდა, აი დიდი ტაშტით ქონდა კორკოტი, მაგრამ აი ეს პატივისცემა რომ უნდა მივასწრო, მივიტანო. კი. მე რა ვიცი იმის, ეხა ის კორკოტი არც გამისინჯავს, რავი, რამდენი წელი არც გამისინჯავს, ბიჭო. კორკოტი არიცი? კარაქი ან ერბოს რო ჩააგდებ. რა. ეგა ხო? შარცი გაგისინჯა? როგორ არ ვიცი შეჭამ კორკოტი. წანდილი კორკოტი. ო, კი. აუ, კბილიც, ისეთიც, ასეთიც, რავი.
ეხლა დავგუგლე და მეცნო ხო ბავშვობაში მიჭამია. ხო და ბიჭო აი მეც ეგრე ვარ ხოლმე. ჩემმა ბევრმა საქმემაც მეც დამაშორა ეხლა რაღაცებს მეც ხო ხვდები ხო და აი ვერ ვხვდი მაშინაც იყო საქმე და თან ეს ის ხო არ არის მეთქი რომ აი ცოტა მოდუნდა ხალხი რა რაღაც აი არა ძალიან მე მგონი მაგ 90-იანებმა ჩამოგვიყალიბა მენტალიტეტი რომ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, ბევრი უნდა ვიშრომოთ და საკუთარ საქმეში ვართ ძალიან გადართულები და ეს რაღაც ურთიერთობები გვავიწყდება რა. სულიერი მხარე გვავიწყდება ხო რა. ხო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი მეგობრობით და ურთიერთობით და სიყვარულით ბევრი პრობლემის გადაჭრა შეგიძლია რა და რო გითხრათ რომ ძალიან მორწმუნე არა ვარ, მაგრამ აი ღმერთის მაინც მე წავს და ჩვენ უნდა გადაგველარჩუნოს ისე მამული ენა სარწმუნოებას. სხვა არაფერი არ გვეშველებს ჩვენ. თუ ჩვენ სარწმუნოებას არის აქვს, თუ გადაგვარდება ხალხი სულ გადაგვარდება. ენა რაღაცის უნდა გჯეროდეს, უნდა გქონდეს იზა, უნდა და ვერა რა რაღაცა ვერა აი მე მაგას გეუბნე აი სულ მახსოვს შაბათობა იყო ხოლმე უბანს ალაგებდა ხალხი აი სად იყო დასუფთავების ჩემს ბოდიში ამ სიტყვებისთვის, მაგრამ ჩემ სადარბაზოში ხო გაგივლია შება არ გაგივლია მანქანით მოდიხარ ხოლმე სულ არა გამივლია იქ ანუ მოსაქმებულია აი ხა აი ამ წუთისთვის აბა არა ინდოელები მე ვინა ინდოელებამდეც იყო პირველად არ არის სხვა ეროვნების მოშარდვები იცოცხლე ანუ კედელზე ისინი იყო დახატული და ეხა ვიღაცა ჯიგარმა ვაფშე საჩუქარი დაგვიტოვა და რატო ბიჭო აი რატო და არ არის კამპანიები არ კეთდება თუნდაც რა ჩვენც აი თუნდაც ჩვენი მოვალეობაც არის ეგ რომ ვიღაცას მოუწოდოთ რომ ან რაღაც ვიდეო გადავიღოთ მაგაზე თუნდაც რა რომ ვალაგებთ რაღაცებს ანუ ძალიან ლამაზი ბუნება გვაქვს თან და აი რა მიდიხარ ადგილებში და ისეთი დაბინძურებულია რომ ვიღაცები უნდა გამოჩნდეს ვინც გააკეთე აი ნახოს კი იმის იმედი გვაქვს ყველას რომ ვიღაცა მიხედავს რა და არ მიხედავს ვიღაცა შენ უნდა გააკეთო რა ქუთაისშიც რო ვიყავით ეხა ვიდეოში აღარ ვაჩვენეთ რა ვიდეო გადავიღეთ დინარეზე რო ვართ არის ფანტასტიკა ადგილი ხალხი მწერდა რომ სად არის ეგ ადგილი და თბილი წყალიც რომ მოდის ეგ ხო არა აი ქუთაისში კი არ არის შიგნით რომ გამოხვალ ტრასაზე მალევია რა ჩასატეხი და ბევრი ძალიან კარგი ადგილია მე მან დანახე ცხელი წყალი რომ მოდის და მდინარეზე იქნება ეგეთებიც ხო აი ბიჭო რომ ნახე ხო მომეწონა ეს ადგილი მაგრამ გვერდზე გამოვიხედე და ისეთები ხდება ნაგვის პარკებში და ლუდის ფქილებში და ისე მეწყინა და აი საბოლოო ჯამში მე ხო წამოვედი დავიხურე ქუდი და თქვი რომ ეს ნუშვებით ამას და ვიღაცისკენ თითი გავიშვირე მაგრამ ჩემი გასაკეთებელი რატო არ არის მაგის დაალაგება თუნდაც რა ხო არავინ არ დაალაგებს მაგას იმდროს ნახე ვიდეო ვიღაც ზაღლისთვის აუშენებიათ სახლი საბადურში ზაღლის სახლი იყო აშენებული და ბიჭო ეს გვავიდა და აი თუ იყინებოდიო შეგერგოსო მაგრამ ბიჭო მოგლეჯილია ხამ ზაღლის სახლს და აქეთ არის ცეცხლი რა დანთებული აბა აი ხო მანქანით ახვედი თბილი ტანსაცმლით ახვედი ვიღაცამ წარმოიდგინე რამხელა შრომა გასწერო ზაღს ცოდო არის რა აი მიუსაფარს აუშენ და შენ აგლიჯ ანუ ეს ხო ჩვენ აი ვერაფერი ვერ ამაგას ხო ლაპარაკით ვერ შეს ეგეთ უნდა დალეწყო აგურა ქიშო ხო უშველის ხო და აი რო იძახი აქ მინდა სტალინი ხო აი მე მაგას ვიძახი აი მინდა სტალინი გეფიც იმის დედავადრე თუ არ მინდო ეს ის ამხელა ქვეყანას აი იქ მოჯმის დროს დახვრიტოს ვინც რამე უთხრას იოსების იმის დედავადრე აი მე თუ ხმა ამო ეს იხუმრა მახარამ რა ვიხუმრე სადარბაზოში რომ გიჯვავს რა იხუმრე მახარ ერთი წამი მოკლა ხო არ არის ხა დაიჭირე თუნდაც როდესაც რა თმიდა იქაც მოჯვავს მე ბიჭო როცა ომი იყო სტალინის დროს ესე იგი კუიბიშევში გაიქცა მთელი სწავლობა და სტალინი იყო მარტო კრემლში სტალინი შევიდა ეს ხრუშოვი დამპალი და უთხრა რომ იოსებ ვისარიონოვიჩი წადიო თორე ერთ საათშიო გერმანელები იქნებიან აქაო ხმა არ გაუწია და მოკედა ჩიბუხი და ეს ერთ საათი არა და ის კიდე ხმას ვეღარ იღებდა მე დახედა ერთ საათსა და საბასად არისო და დაზე დააფეთქე ისა და იმით მოკონდა მოტოლებელი ხრუშოვი რა გავახსენე იცი კეთილებში ნუგზარი ყובה ხომ ცოტა ეგ ჩიბუხი გავაკიდა ხრუშოვი თავზე დააფერფა და არა ხოდა გიძიო ნახე შენ რო პრობლემა ახლა იქითკენ ძალადობრივი მოგვარების გზით რო წახვედი რაც შეიძლება კი ბატონო მაგრამ აი მაგალითად რატო გააკეთა ამ ადამიანმა ეგ რა სადარბაზოში რომ მოისაქმო არის ქალაქში რო გამოხვიდე და რაღაც რომ მოგინდეს ტუალეტი არის ანუ ფასიანი თუნდაც უფასოზე არ მაქვს. გავაბეგი, მაგრამ მე თუ უნდა მოვიწმო და ჩაჯმული მივსვლა არ სახში მაგის გამო. ჯერ მოაგვარე პრობლემა და მე არა, ანუ აი ალტერნატივა რა, მე ყოფილვარ ქუჩაში რამდენჯერმე რომ ხო, ანუ ტუალეტები არ აქვს. არ არის.
ფიზიკურად არ არის და შენ რომ მოკვდე. აუ მე მაგ სტუდენტობის დროს სერიოზული ბევრჯერ მქონია ეგ პრობლემა, რომ აი ვერსად ვერ შვები რა უნდა ქნა. ხო და ეგ ხო პრობლემაა ახლა და მოდი მაგ პრობლემის ჯერ მაგ პრობლემაზე და თუ ეხა გარე ტუალეტი არის და გვერდზე მაინც მოვიდა ვიღაცა ჩემს სადარბაზოში იქნა მერე კი ბატონო გაუკეთოთ მაშინ მე სტალინის ილეთი გაუკეთოთ რამეში თუ ჩვენ დაგეხმარებით მართლა ტუალეტი ეგ ბიჭო მართლა აი თავისუფლებას ერთხი ცივი მასხავდა უკვე შევირგე ბიჭო ისეც სოდი ყავ მეც მან ზუსტად აი ცალის დაღმართი ბიჭო ლუდი მქონდა დალეული და როგ სანამ ბარიდან გამოვედი არ შევედი რა ტუალეტში რა და მეთქი სახლში მალე მივალ თქო სახლამდე თქო რა და რო დამეწყო ბიჭო შემე თვალებიდან მომდიოდა უკვე და გაჩადო შენებლობა ვნახე მე რა კიდე კაი ეხა ალბათ ეხასე შენი ეს ალბათ შენ მოგიგვია შეჩემარა შენ არ გახსოვს ბრალი არა ბიჭო რო არ მექნა არ არსებობდა პროსტა სხვა გზა არ ქონდა მაშინ მელიქიშვილზე კი რემაზე რუსთაველზე უნდა მექნა და მერჩი უნდა რომ ვახელ ყალას ხორი აი მე მგონია რომ პროსტა უბრალოდ არ ვიცი მაგისთვის რა არის საჭირო მართლა ქალაქისთვის მე მგონია რომ ერთად რაღაცების მოგვარება უნდა დავიწყოთ. ვაფშე ეგ აკვიატება მე ძალიან მომწონს რა. მე მაშინაც ვიფიქრე რომ ეგ პრობლემა მოგვარდებოდა მალე. ჰოლანდიაში როგორ არის ხო იცი რაღაც ის მაგდან ნახი კარები კი არა აქვს რა. ხო პირდაპირ გარეთ ეგ დაჟეგრე იყოს და არ გინდა რაღაცა. გერმანიაში ან პისუარები რაც არის. პისუარები მარტივი რა. ხო არა მოფარებული არის ხა ნუ ეგრეც არა მოფარებულია რა. ხო და. მაგრამ იქ გერმანიაში არავის აინტერესებს რომ ფსავ და ხა დაგადგებიან კადა თუ ფსავ და ჭამე. რასვი? რას გვეტყოდი მთავრობაზე? ოპოზიცია როგორ მოგწონს? გამაცადე რა ფსავ. არა ხო რაღაც ელემენტარულები გასაკეთებელი არის რა მით უმეტეს მოსახლეობის რაოდენობა ძალიან გაიზარდა და ეხლა რა მაინტერესებს საბჭოთა კავშირის დროს იყო რამე გარე ისინი ტუალეტები? არა როგორ არ იყო გას ტუალეტები იყო გას ახალბახში შეხვიდოდი იყო თეატრში გარეთ იყო დისლოკაციებში იყო სტალინის სახლ-მუზეუმთან სტალინის ხო ბაზარზე გორში ხო გორში მერიასთან იყო დისლოკაციებზე იყო ყველგან იყო და დაჟე კომუნისტების დროს იძახიან მაგრამ წყალიც კი ამოდიოდა ფანტანი ამოდიოდა რომ დაგელიოდა ეხლა წყალსაც ვერ დალიო საწყალი რომ მოგწყვდეს იძულებული ხარ ფულბულა გადაიხადო წყლები აღარ ამოდის რა. რა გამოდის რეჟის ქუჩაზე გადარჩა. ჩემთან არის ხო. რამდენიმე დოლიძეზე არის. დოლიძეზე არის. ერთი წადი მაგრამ არ ამოდის. იქ არის კიდე გოსპიტალთან. მაგრამ არ ამოდის რა გამოვიდა. ხედავ როგორ პრობლემატურ თემებზე გადავედი. გორიც აი ყველა ქუჩაში წყალი ჩამოდიოდა, სუფთავდებოდა, ლამაზად იყო. მართლა, ხო, ბიჭო, ბევრად სუფთად იყო. ხო, გეკადრება. შაბათს ვისოდ ნაგავნა გაგვეტანა, გავუდა მანქანა. რამე სოციალური პროექტი გავაკეთოთ ეგეთი რა. აი და თუნდაც დასუფთავების თემაზე. მეცინა ბოდიში. მილიციის მაშინდელ მილიციის შეაბაში ხედე. ის მემორიალი რო იყო, გადაუღებიათ ეგ ტერაქტის მემორიალი. არა იყო ხომ ეხ გადაღებული რაღაცა ის არის მაღაზია თუ რაღაცა გაარემონტეს რო იყიდა ლურს მანახშენმა იყიდა და ეტოვა თეგა მე ბიჭო სამი კაცი დაიღუპა და მთელი ამბავი იყო მაღაზია სტალინის ფოტო გააქვთ სახში ადრე ჩამოვჯანდი და განახვით ანუ არის რა ყვითელი ის ხარ ინტრიგანი გახდა ბიჭო არა რატო ანუ ვისაც აი ჩიბოს თავზე დაგაწყდა თემები არ ჩი რა მოგივა მე მიხვდები რა ამდენ ხანია რა სავწესთ შეგვიძლია ბოლოსკენ გავიდეთ ნენა რა კიშო ძალიან დიდი მადლობა რა მე კი ვიცი რა კარგი სახარ და როგორ სახარ ეხ ხალხს რო ანახე იქ ყველაფერი აი ძალიან ბევრი გითხოდა და აჰა მეგობრებო ეხა გულები გაუსპამეთ კიშოს რომ წაიკითხავს გული გაიხაროს რა ხო და ისე ნამყოფი ხართ რაღაცა ესეთ სიტუაციაში ან რადიოში ან გადაცემაში ტელევიზიაში პროფესორებთან იმასთან სუფრაზე რო გაიშლება ხო აქ საერთოდ მე მუსიკალური ტექნიკა მქონდა და რაზე უკრავდი კიშო ეგ უცხარი რა ტრომბონზე ტენორზე უკრავდა ტენორი ტრომბონი ხო არ გაქვთ ერთი מחარას უნდა არა აქ აქ თავაბარები ლატუნი არის სულ კი მუსიკალური ტექნიკა დამთავრდა ქალაქის ანსამბლში უკრავდი როდესაც კომუნისტების რო პარადები რო იყო იქ უკრავდი რაღაც ღირსშესანიშნავი დღეები რო იყო უკრავდი აი ესეთი რო და ის ალტი და ტენორი იყო სადაც სასულიერო შრომები მაგრამ ალტა ტენორი ის არის ეს ბავშვ პატარაობაში ხო ალბათ სკოლის პერიოდში სკოლის პერიოდში მე სკოლა რო დავამთავრე ტექნიკუმში ჩავაბარე მუსიკალურში გორში მაგის აი გიორგისაც მაგეთო გამოყვა ეს მუსიკალური ინსტრუმენტების მიმართ ორივე პაპა უკრავდა ხო
მე შენ ღაჟღაჟაც უკრავდა და რაღაც ერთი მაინც იცოდე კარგად, ანუ ყველაფერი ესე იცი, მომეც დაუკრავდა. შალახოს დაკრო იცის, მაგრამ შალახო ქალბატონი. იმის ეგეც ფულის გამოისწავლა, რომ ამას დაუკრავდა და ფულს გადამიხდია. მან უფოს მაგით არ აკეთებს არაფერს, ბიჭო. ვანოს მეუღლე მასწავლა ნინომ სუძალით. შალახო. ჩემი მეზობლის მეუღლე მასწავლა. ფული გაქაღებული მაგ შალახოს დაკვრაში? არა? არა, მაშინ ფანოგი ვიყავ ხოლმე, მაგრამ ევასებოდა აი ვიღაცები შედებოდნენ და შემოიტანდნენ და ამაძე იყო. ბიჭო, ყურადღების ცენტრში ყოფნა მევასებოდა. ეს ტიპები მაგას ვერ დავიძეს. ყურადღების ცენტრში იყვნენ, ეს მოიტანდნენ. აბა, წამოიღე და თავის შვილს დაურეკავდა, პიანო მოხონდა თიამაჰა და ეს იყო, ოპა, სუფულები მისდიოდა რაღაცა. ამდიდან მიყვარდა. ყურადღების ცენტრში გინდა და ყოფნა თუ ფულები რო ყოფილიყო შენ ცენტრში? არა, ბავშვობიდან მქონდა რა, აი ფული საიდან მეკეთებიან, სულ ეგ კითხოს უსმავდი ხოლმე ჩემ თავს რა. მე საერთოდ ნული მქონდა მაგის უნარი, აი ნული. ფული შოვის. ბიჭო, რავი. მე მეგონა რა შეიძლებოდა ბავშვისთვის აი. გამომუშავებული ფული ძალიან მიყვარდა. მაგრამ რა თქმა უნდა ხო. აი და მაგან ძალიან იმოქმედა მე ჩემზე რა. კიშო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. იქით მადლობა მე, ჩოსხრეთ იყარეთი ბედნიერე, თელ საქართველოს უსურვებს სიკეთეს, ბედნიერებას, გამრავლებას და მშვიდობას და მშვიდობას. გადაგვართ. გვიყვარდეს ერთმანეთი, პატივიცეთ ერთმანეთს, ვეფეროთ ერთმანეთს. და სანამ ჯანი მექნება და ღონე უნდა ვიშრომო. მე არ შემიძლია სახში ვიჯდე. შრომამ შექმნა ადამიანი. შურო. 69 წლის კაცი ძახის მაგას უნდა ვიშრომო. მადლობა ძალიან. იქით მადლობა თქვენ. და კიდე დიდხანს გებუშავოთ ბედნიერად, კარგად კარგად. კარგად მეგობრებო. და კიდე კეთილი იყოს ჩემი ფეხი აქ და სულ შეკეთე. ჩამობძანდით გორში.